25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ტრაგიკული დღეა, რადგან სწორედ ამ დღეს 1921 წელს თბილისის აღებით რუსეთმა შეწყვიტა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და სწრაფად ცივილური სამყაროსკენ. 1921 წლის ნოემბერში ქართველი ხალხი გაიფიცა და ამ ფორმით აჩვენა წინააღმდეგობა რუსულ ოკუპაციას. ცხადია, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად და 1924 წლისა და 37 წლის რეპრესიებმა კიდევ დიდი ხნით დაასამარა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა. ეს ის მოვლენები და თარიღებია, რომლის შედეგებს დღესაც იმკის ქართული საზოგადოება. 25 თებერვალი არის დღე, რომელიც გვახსენებს რუსული რეჟიმის სისასტიკეს. ზუსტად 100 წლის შემდეგ დღეს იმავე მოცემულობაში უცვლელ მტერთან ქართველ ხალხს კვლავ უწევს სხვადასხვა ფორმით ბრძოლა. თუმცა მანამდე დღეს საღამოს 7 საათზე მსვლელობა უკრაინის საელჩოდან რუსთაველის გამზირამდე გაიმართება. 3 წელი უკრაინის ომიდან მხარდაჭერა და სოლიდარობა მათ და სწორედ აქციაც მიეძღვნება მხარდაჭერა. 3 წელი გავიდა ომიდან, რომელსაც რუსეთის არმია ფართომასშტაბიანად აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე. ომმა ათეულობით 1000 უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით ადამიანი დევნილად აქცია. 3 წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტური მონაცემებით დადასტურებულია, რომ დაიღუპა 12600-ზე მეტი ადამიანი და დაშავდა 30,000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი კი გაცილებით უფრო დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები, რომელიც რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულ ადამიანებს დაითვლიდა. რაც შეეხება უკრაინის მხარდასაჭერ მარშს, ხოლო ხვალ უკვე, როგორც ვთქვით, გაერთიანდებიან ადამიანები, რომლებიც ამ თვეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს აქცია 25 თებერვალს მიეძღვნება. თემაზე საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ. ბესო სოლომონაშვილი და სანდრო ელოშვილი, რეჟისორები. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოგვიანებით შემოგვიერთდება ასევე ბახო ლობჟანიძე, პირდაპირ ეთერში უკრაინიდან, რომელიც არის ლევონ ლობჟანიძის ქართველი მეომრის შვილი, რომელიც იბრძოდა უკრაინაში და სამწუხაროდ დაიღუპა. მანამდე ხო, დღევანდელი ამბით უნდა დავიწყოთ, შეკრება მიეძღვნება უკრაინას, ასე ქვია მარშს უკრაინის მხარდასაჭერად და 3 წლის თავზე ალბათ ძალიან მალე გავიდა თითქოს დრო და რამდენი ათასობით ადამიანის ტრაგიკულ ისტორიას იტევს უკვე ხო ეს ამბავი სანდრო შენგან რომ დავიწყო. მოგესალმებით. ხედავთ ამ ქვეყნის ლიდერს, რომელიც გუშინ ხო კიდევ როგორ მაგალითს უჩვენებს ლიდერობის თელ სამყაროს და განსაკუთრებით ყველას ვინც თვლით რომ რუსეთი იმპერია. მოგესალმებით. მოგესალმებით. ხო, სოლიდარობა პირველ რიგში უკრაინას, გამარჯვება უკრაინას, იმიტომ რომ უკრაინის გამარჯვებაზე მგონია რომ გადის ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ვეშაპი, რომელიც თუ რაღაცა არ გაჩხირე ყელში, მე ასე მიადგება და შეჭამს ყველაფერს. გულისხმობ რუსეთს. აქედან გამომდინარე, მე მახსოვს ეს კარგად ღამე, აი რაღაცა ის უძილო ღამე იყო და რაღაცა ინფორმაცია ძალიან წილე იყო მაშინ ამ 24 თებერვალს თენდებოდა ღამე და აი ეს პირველი კადრიც მახსოვს, როგორ ქალაქის გარე კამერამ დააფიქსირა პირველი ბომბის ჩამოვარდნა კიევში და იყო ეს პანიკა მართლა რაღაც აი სამ დღეში აიღებენ და იქ რაღაცა არ მახსოვს კიევთან რო ახლოს სხვა აეროპორტი როა მეორე იქ რო ჩამოსხეს რაღაცები და მაგრამ ამ ქვეყანამ გაძლო აი ზუსტად ამ ერთიანობის ამ სამშობლოს მიმართ სიყვარულის და ამ ვაჟკაცობის მაგალითით გაძლო ისე როგორც დავუშვათ ჩვენ მოვედით დღევანდელ დღემდე ქართველები და ამიტომ ცოტა საწყენია რომ კითხვები არსებობს ახლა გასაგებია შეიძლება ვიღაცა არ მოგწონდეს პიროვნულად რაღაცა მაგრამ ასე ამის გამო ერთი პიროვნების ან 10 ადამიანის გამო ამ ხელა მეგობრობაზე რაღაცაეთ უარი თქვა ეს ცოტა ჩემთვის წარმოუდგენელი და გაუგებარია მით უმეტესად როცა ჩვენ გვიჭირდა ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო უკრაინელი ხალხი რაც შეეხება თვითონ ამ ზელენსკის აი გუშინ უყურებდი რომ მესმის რომ გავიგე რომ კლოუნია რაღაცა განსაკუთრებით მიყვარს თორსა ამას ამბობენ ონისე ჩვენი კოლეგები რომ კლოუნია ამბობენ მსახიობები რომ ამბობენ ეხა იმ ეს და წარმოუდგენია რომ ხო იცით რა არის არ ვიცი აბა როგორ უნდა იყოს ეს ადამიანი ვერ ხვდები ანუ ჯერ ვერ ვიგებ რას ნიშნავს რომ აი ომი დააწყებინა ბიჭები ჩაახოცინა აი აქეთ რო ხდება რა შენს კი რო ხდება ეს ამბავი ხო არის რომ
შენ შევარდი და კიდე რაღაცა შეიძლება მართალი არ იყო და სახში ადამიანი გივარდება და როგორც არ უნდა მოვიქცე, როგორ შეიძლება ის იყოს მართალი მის სახში შემომივარდა. ამიტომ კიდევ ერთხელ გამარჯობა უკრაინას. ხო, როცა მithumetes მაშინ როცა იაზრებ და ფიქრობ იმას, რომ აი შენ ცხოვრობ ამ სახში და ჩვენ აქ ცხოვრობთ უყო და უცებ მოდის ვინმე და გეუბნება თქვენ ახლა გადით და ნუ თუ ეს კითხვა არ უჩნდებათ ადამიანებს და ძალიან ბევრს გაუჩნდა, ვინც თქვათ ამ ადამიანს გვერდში დაუდგა და ემხრობა, რომ აი მაგალითად დაეთმო ყველაფერი, კი ბატონო, შენია და შენ გინდა და წაიღე ყველაფერი და ასე ხელები ჩამოეყარა. მაშინ როგორი იქნებოდა, ჯამბაზი იქნებოდა, ისევ კლოუნი ეს სიტყვა რაღაცა ცოტა მაცინებს ყველაფერი მსგავსი, რასაც მასთან დაკავშირებით ამბობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცუდი მოსასმენია, როცა ასე აფასებენ ადამიანს, იმ ადამიანს, რომელიც დღემდე ესე ძალიან მყარად დგას და იცავს თავის ქვეყანას. ქვეყანა უნდა დავიცვან. ხო, აი ეს მაშინაც გაუჭირდებოდა ალბათ ასეთ ადამიანებს რომ მისთვის ეწოდებინათ მონა, ხო. და აი სწორედ არამონობის მაგალითს ვხედავთ ჩვენ 3 წელიწადია, ვინც არ უნდა იყოს ის პროფესიით, როგორი გამოსვლა ქონდა გუშინ, ხო ეს ციტატები ბესო ზელენსკის მოიარა ყველას გვერდი, რა ვიცი, სოციალური გვერდი, იმიტომ რომ იყო ღირსების მაგალითი, ხო? ღირსეული, თავაწეული, თავისი ხალხის იმედი რომ აქვს ისეთი ლიდერის განცხადებები იყო და სიტყვები იყო. ჩვენ რომ მოგვენატრა, აი ესეთი ლიდერი იყო, არა? მოგესალმებით და იცით როგორი არის? მე მგონია რა, რომ არ ვიცი რა ტვინებში რა სიგიჟე ხდება და რა გადაბრუნება ხდება, როდესაც ერთ ქვეყანაში ამ ისტორიის განმავლობაში ბოლო რამდენიმე საუკუნის ისტორიის განმავლობაში ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი არის ესეთი დამპყრობელი ველური იმპერია. ეს იმპერია უვარდება მეზობელ ქვეყანას, იპყრობს და შენ რა ხდება ტვინებში ვერ ხვდები, როდესაც შენ აი ამ მსხვერპლის წინააღმდეგი ხარ და იცავ მოძალადეს. ამბობ რომ აი რუსეთი თუ რაღაცა ვერ ხვდები. როდესაც მithumetes ჩვენ გვაქვს ეს გადატანილი საკუთარ თავზე, ხო? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, 4ჯერ. მე ვერ ხვდები აი ამ ფსიქოლოგიას, აი ამ ფსიქიკურ მიდგომას, როდესაც დღეს შენ რამენაირად უკრაინის წინააღმდეგი ხარ. და იმაზე საერთოდ რომ ზელენსკის რას ეძახიან და რას უძლებს ეს ადამიანი, ხო? იმაზე საერთოდ ლაპარაკი არ აქვს, იმიტომ რომ რაღაც ახლა ბოლო პერიოდში მეც კი მქონდა ის რომ ისეთ სიბილწეს უგონებენ ადამიანებს, ისეთ სიცრუეს უგონებენ, ოღონდაც თავისი თავი გაამართლონ, თავისი თავი ისეთ საშინელებას უგონებენ რა, რომ ვერც აი შეიძლება ვერ დაუშვა საკუთარ თავში ჯანსაღმა ადამიანმა ეს მოიფიქროს. თუმცა ეტყობა აქ რაღაც გარკვეული ფსიქოლოგიური რაღაც მსხვერპლის პრობლემებია, ხო? მაგრამ ის რაც დღეს სამყაროში ხდება, ეს არის ერთი ერის ღირსეული ბრძოლა, რასაც ჩვენ ისტორიაში სულ ამაყობდით ხომ, ტრაბაყობთ, აი ქართველებმა იმას ვებრძოლეთ, ამათ ერთ ქართველზე 10 მოდიოდა ტერიტორია რაღაცა. აი ესეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. უკრაინა არის ესეთ მდგომარეობაში და ჩვენ ესეთი საამაყობითო მებრძოლიერი წარმომადგენლები უცებ უკრაინას რაღაცნაირად უკრაინას უარყოფითად მოიხსენიებენ რა. ის მაინც იყოს რამე პროვოცირება ყოფილიყო, ხო? ადგა ეს ველური იმპერია და შევარდა, იმიტომ რომ მას არ უნდა რომ უკრაინა არსებობდეს. სხვათა შორის მინდა ოპონენტებს უთხრათ რა, რომ რუსეთს სწორედ ასე არ უნდა რომ საქართველო არსებობდეს. ისტორიამ გვაჩვენა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი არ უშვებს შანსს ხელიდან, ჯერ მოგეფერება, მერე ტანკებით შემოდის და მას დამერწმუნეთ, მას არ უნდა რომ საქართველო არსებობდეს. არ არსებობს ეგეთი მე ვერ ვიგებ აი ამ დამოკიდებულებას, ხო? ეს არის ან სიბრიყვე, ან მიამიტობა, ან გარკვეული მავნებლური კოლაბორაციონიზმი, როცა შენ გონია რომ მოდი რა არ არსებობს რუსეთთან მეგობრობა. რუსეთი არასდროს არ მეგობრობს. რუსეთი იპყრობს და განადგურებს. და ხა ცოტა ამის მე განსჯა და ამისი რაღაც ცოტა
ისეთ მიმაჩნია რა, არასერიოზულად რომ ეხლა რო ვთქვათ, რომ რაღაცა უკრაინა რამეშია დამნაშავე. უკრაინა არის გმირულად მებრძოლი ხალხი, რომელიც 3 წელია კბილებით იცავს თავის სამშობლოს და ყავს ლიდერი და ეს ლიდერი არ არის დიქტატორი, ან ეს ლიდერი არ არის რაღაცა ისეთი. ყავს ლიდერი, რომელიც გუშინ თქვა, რომ მე დავთმობ ჩემს პოსტს ნატოში გავცვლი, დავთმობ ჩემს პოსტს მშვიდობაში, რომელიც ჩემს სახელმწიფოს, ჩემს ქვეყანას ღირსებას არ დააკარგვინებს. დარჩეში არაფერში, ხო? აი, ჩაგეკითხები, ნახე, როცა ასე მოიხსენიებენ ზელენსკის, პირდაპირ ვთქვათ, ხო? როცა ასე მოიხსენიებენ, მართლაც ესე უგულებელ ყოფენ ამ ადამიანს, თუ შიში ალაპარაკებთ? რუსეთის შიში პირდაპირ ვთქვათ. იმიტომ რომ რაღაცაში მართლა ესე როგორ შეიძლება წაშალო გოგონებაში ისტორია, წაშალო ყველაფერი დამოკიდებულება შენ როგორ გვერდში გედგა ხო? რაღაცა მე მგონია რომ აი დავუშვათ მე და შევართ წლების მეგობრები ხო და რაღაცა ერთი 10 ხო და ნუ 20 100 გამომწევი ჩხუბში რა და ნუ რაღაცა გადამარჩინე მიშელი რაღაცა და მე უცებ შენ დიდი პრობლემა შეგექმნა შენ რაღაცა ძალიან დიდ ძალასთან და მე შინაგანად ვიწყებ ფიქს რომ არ მინდა კაცო გაყოლა ეხა ამასთან რა და ამიტომ მე ვივიწყებ 10 ჯერ დამეხმარა და ვიწყებ ფიქს რომ აი ერთხელ იქ პურის ნაჭერი არ მომიტი ეხა თვითონ მეტი მოიჭრა ძეხვი ვიდრე მე აი ხდები ვეძებ მიზეზებს რომ შენ გაგხადო მტერი და მე ეს უკვე ტვინი ისე იწყებს მუშაობას რომ ბევრ არგუმენტს პოულობ და მე დაახლოებით აი ამ მდგომარეობაში ვარ რა ბრძოლი ხალხი და დღეს ალბათ უკრაინის თემაზე საუბარი ქართველების გარშე წარმოუდგენელია ამ მეგობრობის ნიშნად ფორმატაც იქცა ის ადამიანები მებრძოლები რომლებიც დღემდე არიან უკრაინაში და ჩვენ ვიცით რომ იქ ცხელი წერტელია დღემდე იბრძვიან და ის ადამიანები რომლებიც იბრძოდნენ და სამწუხაროდ დაიღუპნენ და სწორედ ასეთი ადამიანის შვილები არიან ჩვენთან დღეს ხაზზე პირდაპირ ეთერში და ამიტომ ახლა უნდა გადავიდეთ მათთან დათო ლობჟანიძე და თაკო ლობჟანიძე გვირაბად დაღუპული ლევან ლობჟანიძის შვილები არიან რომლებიც ახლა უკრაინიდან გვერდთვებიან პირდაპირ ეთერში მოგესალმებით ხო სად იმყოფებით ახლა რომ გითხრათ ტერიტორიულად ვიცი რომ ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილდებოდით და უკრაინაში იმყოფებით კიევში იმყოფებით ახლა დაახლოებით კიევთან კიევში მივდივართ რა ვითარება ამჟამად ჩვენ საუბრობთ წარსულში ომზე თუმცა ვიცით რომ აქტიურად მიმდინარეობს დღემდე ხო ეს დაპირისპირება და როგორია ამ დროს უკრაინაში თქვენი ყოფნა თქვენ ვიცით რომ ამის გარდაცვალების შემდეგ უკვე მანდ ხართ დიდი ხანია დიახ, ჩვენ ვყოფებით უკრაინაში ახლა ამჟამად ჩემი და ახალი ჩამოსული არის რუსეთმა ძალიან დიდი რაოდენობის შაჰიდები გამოუშვა რამოდენიმე დღის წინ ფაქტიურად რეკორდული რაოდენობის რუსეთი რასაც კი არ წყვეტს თავდასხმას უკრაინაზე არც ერთი წუთით და არც ერთი წამით ჩვენი ქართველი მებრძოლები კიდევ შეუპოვრად განან უკრაინელების გვერდით და ამაყივა რომ მამა ჩემიც მათ გვერდით იბრძოდა და თავისი საქმე და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. ალბათ თქვენთვის ძალიან რთულია და ემოციური ახლა შეფასებებზე საუბარი ჩვენ მსჯელობდით სტუდიაში 3 წელი გავიდა უკვე ომიდან მას შემდეგ რაც რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე და რომ გაიხსენოთ ხო აი მამა თქვენის ისტორია საინტერესოა ჩვენ ბევრი ასეთი გმირის ისტორია გვაქვს სამწუხაროდ ამ 3 წლის განმავლობაში ეს მოხდა 2023 წლის ოქტომბერში ხო როგორც ვიცი და ხო როგორ აღმოჩნდა უკრაინაში საინტერესოა რატო გადაწყვიტა რომ უნდა ებრძოლა ამ საერთო მტერთან როგორც ის ამბობდა. მამა ჩემი აფხაზეთის ომის ვეტერანიც არის, მისი მიზანი ყოველთვის იყო დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა ყველანაირი ხერხით და ყველა ტერიტორიაზე. არ ქონდა მნიშვნელობა, ეს იქნებოდა საქართველო, იქნებოდა აფხაზეთი, თუ იქნებოდა უკრაინა. რუსეთი მისთვის იყო მტერი, როგორც თითოეული ქართველისთვის უნდა იყოს რუსეთი მტერი და არანაირი ბოდიში რო არ გვაქვს მოსახდელი ჩვენ რუსეთთან. აუცილებლად უნდა დაფასდნენ ეს მირები, ეს ვაჟკაცები, რომლებაც სიცოცხლის ფასად ერთთან ბრძოლაში ყველაფერი გაიღეს. ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე.
მესმის ალბათ ეხლა თქვენთვის ძალიან ემოციური ამ ამბის გახსენება, თუმცა ხო აი რომ მოგვიყვეთ, მე ვიცი რომ მისი ცხედრის გამოტანას ასევე ერთი ქართველი ემსხვერპლა და ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო თქვენი ოჯახისთვის. როგორია როცა ერთი ქართველი იღუპება და მისი ცხედრის გამოსატანად კიდევ ერთი ეწირება, ალბათ ძალიან რთული ამაზე საუბარი. ახალგაზრდა ბიჭი ნიკოლოზ გელენიძე, რომელმაც გმირულად გაწირა თავი ნამდვილად. მამაჩემი მსახურობდა სპეცდანაყოფ თბილისში და გოჩა ხორავას მეთაურობით. ყველაფერი გააკეთეს ბიჭებმა, სანამ ბახმუტი ბოლომდე დაიკარგებოდა, რომ მამაჩემის ცხედარი სამშვიდობოს გამოიყვანათ. ქართველებმა აი ლომებივით იბრძოლეს, რასაც ქვია, ქართველებმა, უკრაინელებმა არაფერი არ დათმეს, მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვერ მოხერხდა ესე. დარჩა და იმედი გვაქვს, რომ ოდესღაც მოხდება გადმოსვენება საქართველოში და ისეთ გმირულ გასასვენებელს გაუკეთებთ და ექნება, როგორც შეეფერება თითოეულ ქართველ გმირს. ძალიან მაგარი ვაჟკაცები არიან და რავი, აი რასაც უსმენთ თქვენთან ახლა ეთერში, მაგრამ ძალიან ბევრი ნეგატიური ინფორმაცია ვრცელდება მებრძოლებზე და სირცხვილი არის იმის მაგივრად რომ გაამხნევონ ჩვენი ბიჭები, გააძლიერონ ამ ამხნევებით მაინც პირიქით ნეგატიურ ინფორმაციებს ვრცელებენ. თაკო, თქვენ თუ გესმით ჩვენი ხმა, მოგესალმებით, თქვენც როგორც ვიცი, თქვენ მუდმივი კომუნიკაცია გქონდათ ხოლმე მამასთან და იხსენებდით ერთ-ერთ სტატუსში წერდით, რომ 24 საათიანი მიმოწერაც კი გქონდაო და ლაივ რეჟიმში თითქოს და მასთან ერთად იბრძოდით. ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, თქვათ, თქვენ რა რეაქცია გქონდათ, რა შეფასებები ოჯახს? საინტერესო რომ წასულიყო უკრაინაში იმისთვის რომ ებრძოლო. რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იყო ის, რომ სურვილი ქონდა მტერთან ბრძოლის, სურვილი ქონდა უკრაინის გვერდში დგომის და მისი თანამოძმეების, ქართველების გვერდში დგომის, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა, როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, გვინდოდა რომ დარჩენილიყო, გადავაფიქრებინეთ, ვეცადეთ, მაგრამ არ მოხდა, აზრი არ ქონდა, და რომ დავრწმუნდით უკვე რომ აზრი აღარ ქონდა, მე უკვე აი ესე მორალურად ვამხნევებდით, ვედექით გვერდში, წერდით, ვაწვდით ჩვენ ინფორმაციებს, ის ხდებოდა ჩვენ შორის მუდმივი კომუნიკაცია, იყო ამის საშუალება და ესე ვამხნევებდით ერთმანეთს, ესე რომ ვთქვა, თვითონ მამშვიდობდა, რომ ქართველებთან ერთად იყო, ყველაფერი კარგად იყო, ჰქონდათ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა თავისი მეთაურისგან. თავს უსაფრთხოთ, როგორ შეიძლება ადამიანმა ომში იგრძნოს თავი უსაფრთხოთ, მაგრამ იმხელა ძალა იყო ქართველები და იმხელა ძალა არიან ქართველები აქ და იმხელა სამუშაოს აკეთებენ, რომ ნამდვილად მამხნევებდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან მალე დაამარცხებდნენ ისინი მტერს, ძალიან მალე ისინი დაბრუნდებოდნენ ქართველები ქართულ მიწაზე. ცოცხლები რა თქმა უნდა. ხო, ალბათ თქვენ ადევნებთ თვალს იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს საქართველოში, ხო და ჩვენც დღეს სტუდიაში ვსჯელობთ აი ამ საერთო მტერზე, იგივე ხოლო 25 თებერვალია და ჩვენ კარგად ვიცით საქართველოს ისტორიას ახსოვს ეს თარიღი საკმაოდ მწარეთ და სწორედ ამის გამეორების საშიშროებას რომ ხედავს ხალხი, ამიტოა უწყვეტი პროტესტი 3 თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. თქვენ აი რამდენად ხედავთ თქვათ პარალელებს, მიუხედავთ იმისა, რომ უკრაინის მასშტაბი განსხვავებულია საქართველოს მასშტაბთან, ხო? აი იმ საშიშროებას, რომ რუსეთის აგრესია, ვთქვათ, შეიარაღებულ აგრესიაში გაიზარდოს საქართველოს მიმართ, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს? რუსეთიდან არაფერი არ არის საერთოდ გამორიცხული და ზუსტადაც რომ ქართველი ხალხი, ვინებიც უწყვეტ პროტესტში იღებენ მონაწილეობას, მე ძალიან ხშირად ვიდექი მათ გვერდით, სანამ აქ წამოვიდოდი. ძალიან სწორ გზას ადგანან და რუსეთისგან ყველაფერს უნდა მოველოდოთ. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ევროპის გზაზე ზიარული და ევროპულ ღირებულებებზე ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა და არა რუსულ მონობაში. ჩვენ მონობა არ გვეკადრება მით უმეტეს მტრის და რუსეთის. ეხლა მოვდიოდით და ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, ამაზე ვქონდა საუბარი. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ მარტო საქართველოში არ წყდება საქართველოს ბედი და საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ შემთხვევაში უკრაინა იყო ის ტერიტორია, სადაც აუცილებელი იყო, რომ ქართველი ხალხი დამდგარიყო და მე ეს უკვე ერთობლივი გამარჯვება მოეპოვებინათ მტერზე ამ შემთხვევაში რუსეთზე.
ძალიან დიდი მადლობა ვახო ლობჟანიძე და თაკო ლობჟანიძე, ლევან ლობჟანიძის შვილები გვერდებოდნენ უკრაინიდან, დაგემშვიდობებით თქვენ და დაუბრუნდებით სტუდიაში. ბესო, ახლა ვუსმენდით სანდრო გმირის შვილებს, ხო და ერთია ვიმსჯელოთ ზოგადად რა მოაქვს ომს ტერიტორიების კუთხით, მაგრამ მეორეა ადამიანური რესურსი, ხო და ადამიანები, რომლებიც აღარ არიან იმის გამო, რომ მართლა თავი შესწირეს და გმირულად იბრძოდნენ. ჩვენ ქართველების ისტორიები ვიცით და მათგან უმრავლესობა იდეის გამო მეტად იბრძოდა. იქ ყველამ ვიცით, რომ განსაკუთრებით აი ლევანის მაგალითიც, როდესაც სურვილი ჰქონდა და ვერ გაჩერდნენ ფიზიკურად იმ დროს საქართველოში. აი გეკითხო მინდა დაგისვათ, რაც ვკითხე ვახოს. ჩვენ კი გვაქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ეს რუსული აგრესია, შეიარაღებული აგრესია, თუმცა იმის შიშით რომ იგივე არ მოხდეს ჩვენ ქვეყანაში, რამდენად რეალურია ადამიანებმა საკუთარ პრინციპებზე უარი თქვა, საკუთარ მისწრაფებაზე? იცი, ჩემი აზრით ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია რასთან გვაქვს საქმე, რა იმპერიასთან გვაქვს საქმე. აქ არ არსებობს, ამ იმპერიასთან არ არსებობს რაღაცა სიფრთხილეები და აბა სიმფრთხილეები და ასე შემდეგ, არ არსებობს. ამ იმპერიას თუ უნდა ის ყველანაირად ეცდება რომ შემოვიდეს. ერთადერთი გამოსავალი ამ იმპერიის, რომ ამ იმპერიასგან დაიცვა თავი ღირსეულად. ერთადერთი გამოსავალი არის. მოძალადე, როდესაც მოდი შენზე საძალადოთ, ხო? ის არის მოძალადე და დამთავრებული არის რა. თავარი არის შენ იმასთან რაღაცა მოფერება, იმასთან რაღაცა სიფრთხილები არ ეს ჩვენ ისტორიაში ვიცით. ვინც არის ის ისტორია, კარგად წაიკითხოს ეს ისტორია, როგორ იქცევა რუსეთის იმპერია. ხო? რომლითაც არ არსებობს მოლაპარაკება, არ არსებობს რაღაცა ფორმა არ არსებობს. ის იწყებს ყველა მოლაპარაკებას იმიტომ რომ მე მოგატყუოს და ისევ შენს ქვეყანაში აღმოჩნდეს ტანკებით. ეს არის ისტორია, მე კი არ ვიგონებ ამას და რაღაც პათეტიკურ ფრაზებს კი არ ვიძახი, წაიკითხო, ხო? აქედან გამომდინარე ერთადერთი დაცვა ის არის რომ გაძლიერდე და ის ფიქრობდეს რა რომ შენთან ცოტა ძნელია და ეს გქონდა ჩვენ შანსი რამდენჯერმე რომელიც ხელიდან გაუშვით. ან აბსოლუტურად შეგნებულად გაუშვით ხელიდან, იმიტომ რომ ეს კოლაბორაციის ეს არის 2014 წლის ამბავი, ახლა რომ მოყვნენ იმ ისტორიას, ანაკლიის ამბავი. სხვა ვერსია არ არსებობს რუსეთთან ურთიერთობაში. მთელი მსოფლიო ნელ-ნელა ხვდება ამას, რომ ეს არის იმპერია, რომელიც შუა საუკუნეების მეთოდებით იბრძვის და საერთოდ არ აინტერესებს, ხო? აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა, რასაც ჩვენი ბიჭები იქ აწარმოებენ, ხო, ეს არის კიევში იბრძვის და შეიძლება გოსტომელთან იბრძვის და შეიძლება ბახმუთში იბრძვის, მაგრამ ის იცავს თავის ზუგდიდს, თავის თბილისს, იმიტომ რომ იქ თუ წააგე, ის აუცილებლად მალე აღმოჩნდება ან ზუგდიდში, ან თელავში, ან თბილისში, ღმერთმა დაგვიფაროს. ხო? ამიტომ ეს სხვა ისტორია. ის რომ რუსეთში რამენაირად მოეფერო და გაგივიდეს ეს ამბავი, ხო? არც ერთ ქართველ მე მას არ მოსვლია ეს, ხო? ერეკლე მეფესაც იგივე დაემართა. პირველ რესპუბლიკასაც იგივე დაემართა. ისინი ყოველთვის ცდილობდნენ რაღაცნაირად იქნებ გამოენახათ სალაპარაკო ფორმები, ყოველთვის მოტყუებულები აღმოჩნდნენ. ყოველთვის მოტყუებულები აღმოჩნდნენ, დაუთმეს, მოელაპარაკნენ, ცადეს რაღაცა ფორმები მოეძებნეს. ერთადერთი გამოსავალი არის ერთად და გაძლიერება. ერთადერთი გამოსავალი. რასაც დღეს უკრაინა რეალურად 3 წლის განმავლობაში აკეთებს. წვალებით, დიდი მსხვერპლით, მაგრამ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ არ გაიმარჯვოს უკრაინამ, აუცილებლად გაიმარჯვებს და გამარჯვების შემდეგ მას უკვე ვეღარავინ ვეღარ შებედავს რა. ისევე როგორც აი ამ ქართველ მებრძოლებს, რომელსაც აი ჩემს ტვინში არ ეტევა ადამიანი, რომელიც იბრძვის შენი მტრის წინააღმდეგ და შენ იმას კიდევ რაღაცას უგონებ, ცუც ლაპარაკობ და ამბობ, რომ ის სამშობლოს მოღალატე. ჩემს ფსიქიკაში ვერ ეტევა ეს. იცი რა, შენ ვიცი რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ,
ბესო სოლომანაშვილის შემთხვევაში ჩვენ ვეღრნობით მის მართლაც შეიძლება ითქვას უზადო ცოდნას ისტორიისა, იმიტომ რომ შენი წიგნებისთვის ძალიან ხშირად დაგჭირვებია დიდი მოკვლევა ჩაგეტარებინა რეპრესირებულ წლებზე, ოკუპაციის წლებზე, რეპრესიებისა და ოკუპაციის წლებზე ჩვენ ვიცით რამხელა ლიტერატურასთან და წყაროებთან წვდომა მოგცა საშუალება შეგექმნა შენი ვთქვათ უკანასკნელი ნამუშევრები, ხო? ბოლო დროის ნამუშევრები. მე ვიცი, სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ბაკურ სულაკაურის გვერდზე აღმოვაჩინე პენცენტრთან ერთად შექმნილი მწერელთა გზავნილი, მწერლები საქართველოსთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ეს ვიდეო გზავნილი, რომელიც ახლა მინდა გავუშვათ ეთერში და ისევ დაგიბრუნდეთ, კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მწერლები წერენ აწმყოსა და წარსულზე, მომავალი კი ხალხის ხელშია. გთხოვთ ვნახოთ ახალი ვიდეო გზავნილი. წერლები წერთ საქართველოს აწმყოსა და წარსულზე. მომავალს წერს ხალხი. წერ იმიტომ, რომ ჩემთვის ძვირფასია ქართული ენა და მჯერა ქართული სიტყვის. წერ იმისთვის, რომ ადამიანებს უკეთ გავდო. წერ იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასია, ადამიანურ ურთიერთობებზე. წერ იმისთვის, რომ ვიცნობდეთ ნამდვილ მტერს. წერ იმისთვის, რომ ეს ამბები სხვებმაც გაიგონ. წერ იმისთვის, რომ ვიყო უხმო ადამიანების ხმა. წერ იმიტომ, რომ მჯერა სიტყვის ძალის. მე ვწერ, რომ არ დაგვავიწყდეს ჩემი თაობის ბრძოლები. წერ იმისთვის, რომ გაგახსენო, მარტო არ ხარ. წერ იმისთვის, რომ ჩვენი განცდები და გამოწვევები შეუმჩნეველი არ დარჩეს. წერ იმისთვის, რომ შევიცნოთ დიქტატურა. საქართველოს მომავალი ერთად უნდა დავწეროთ. ვიბრძოლოთ საქართველოსთვის 25 თებერვალი რომ არ განმეორდეს. ჩვენ ახლა უყურებდით ვიდეო გზავნილს მწერლებისა, მათ შორის ბესო სოლომანაშვილია, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ეს ვიდეო მიმართვა, როგორც ჩანს, სწორედ 25 თებერვლის წინ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდზე და ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს მაყურებელს ბესო, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი მწერლების, თავისუფალი აზროვნება და თქვენი ნაზრების გადმოცემა მკითხველთან და სანამ სანდრო შენ დაგიბრუნდები იმისთვის რომ ჩვენ სწორედ შენგან მოვისმინოთ საზღვრისპირა, ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებში საოკუპაციო ხაზთან, მადლობა რომ შემაშველე რა ხდება, იმიტომ რომ შენგან ძალიან ბევრ რამეს ვიგებთ ხოლმე და დაგიბრუნდები აუცილებლად ამ გზავნილის შესახებ მინდა ბესო პირველ რიგში გვითხრა, რას გვახსენებს თქვენი სიტყვები აი ამ ახალ სპეციალურად შექმნილ ვიდეოში, რატომ არის მნიშვნელოვანი პროტესტის უწყვეტობა და ხვალ 25-ში გაფიცვის რაღაც ახალი მცდელობა, ხო, მასშტაბური გაფიცვის. ისეთ რა არის, მე ვერც წარმოვიდგენდი, ვერ დაუშვებდი ჩემ ტვინში, რომ ქართველები რაღაცნაირად აღმოჩნდებოდნენ 1927 წლის მსგავს მდგომარეობაში. როცა ჩვენ გვაქვს გადატანილი აი ესეთი უმძიმესი და აი ქართველები ერთმანეთს მოუგონებდნენ რაღაცა სიმართლის თქმისთვის, იმიტომ რომ გაეშავებინათ ერთმანეთი, ის რაც ბოლშევიკები აკეთებდნენ, ბოლშევიზმმა დაგვიტოვა, აი ფაქტიურად ეცდებოდნენ რომ გაენადგურებინათ ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად სიცრუით და ტყუილით გაენადგურებინათ ერთმანეთი, რომლებიც სიმართლეს ამბობენ. მოეწყოთ რაღაცა ალქაჯებზე ნადირობის ფორმები, მით უმეტეს რომ როდესაც არ იციან იმ ადამიანს, ვისაც ანადგურებენ, სპობენ, შეიძლება ისინი ბავშვებს და ქალებს გაანადგურებენ, ამით ადამიანებს მოსპობენ. აი მე ეს ვერ წარმომედგინა. მაგალითად, როდესაც მე რაღაცაზე მინდოდა მეთქვა, დავფიქრებულიყავი, მართლა ესია თუ არა, მართლა ესეთი მდგომარეობა საკუთარ. მე უამრავ არქივებში ვეძებდი, ისტორიას ვკითხულობდი, წიგნებს ვკითხულობდი, ერთხელ ურთულეს სიტუაციაში, ძალიან უსიამოვნო სიტუაციაშიც აღმოჩნდი, რომ გამერკვია მართლა ესეა თუ არა, იქნებ ჩემი თვალით დამენახა, ჩემი ყურით მომესმინა და აბსოლუტურად შეგნებულად აღმოჩნდი უსიამოვნო სიტუაციაში, რომ დამენახა მართლა ესეთი სიტუაცია დღეს საქართველოში და აღმოჩნდა რომ აი ჩემთვის წითელი ხაზი გაივლო და მივხვდი რა რომ დღეს საქართველოში ურთულესი
გამოწვევების წინაშე ვდგევართ. და ეს ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის სწორედ ოკუპაცია, ხო? ცოცხალე ოკუპაცია ეს არის შემადგენლობა. ერთ წამი დაუშვით, რომ რუსეთი არ არის ჩვენი მეზობელი, ხო? და ჩვენ აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, როდესაც 25 თებერვალი თურმე ეს არ ყოფილა ისტორიის რაღაცა წასული ისტორიის ნაწილი. 25 თებერვალი გვაქვს ყოველ დღე პრაქტიკულად. თქვენ წარმოიდგინეთ რა საშინელება ჩვენ არც კი გვაქვს გააზრებული შულავერის კომიტეტის ბოროტება. ვერც კი ვხვდებით რომ ქართველების გარკვეული ჯგუფი ჩავიდა მტერთან, წამოიყვანა ჯარი და საკუთარი სამშობლო დაიპყრო. ხვდებით ეს ქართველებმა ვერც კი მე 1080-იან წლებში მივხვდი თურმე რომ 25 თებერვალი ეს ჩვენი გამარჯვება კი არ ყოფილა. ეს არის უმძიმესი ტრაგედია. დღეს საქართველოს უნდა დროშებს ხრიდეს, სახელმწიფო დროშებს და შავ დროშებს პენდეს, ხო? ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, ვერც და ამან გამოიწვია, ამ გაურკვევლმა ძალადობამ გამოიწვია ადამიანების აზროვნების დამახინჯება, შიშმა გამოიწვია, სტოკჰოლმის სინდრომმა გამოიწვია, რომ რაღაცნაირად ტრის სიყვარული გაგვიჩნდა, არ ვიცი, ვერ ხვდები რა ქვია ამას, ხო? და იწყება აი ეს უბედურება ხოლმე, როდესაც საქართველოში დღეს კიდე კითხვა ჩნდება იმაზე, რუსეთი მტერია თუ არა, ხო? და თან ამას როდესაც ჩემდა სამწუხაროდ ქრისტეს სახელით აკეთებენ ხოლმე, ხო? და ქრისტიანობის რწმენის სახელით ბოროტების მხარეს დგომა. ხვალინდელი აქცია, უცებ ვიტყვი, ხვალინდელი აქცია ეს არის უმნიშვნელოვანესი. ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ და ძალიან აქტიური, იმიტომ რომ ყველა მიხვდეს, რომ ჩვენ ქართველები ერთიანად გვძნობთ ამ უბედურებას, რომ აღარ განმეორდეს 25 თებერვალი. სადიგზნობა ყველაზე მეტად, ხო, სიმწვავე დღეს, ყოველ დღე რო 25 თებერვალი უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველ დღე 25 თებერვალი გვაქვს, როცა ვიაზრებთ, რომ სამწუხაროდ რუსეთის მეზობელი ქვეყანა ვართ. ეს მეზობლობა რომ არა, კაცმა არ იცის, ხო? როგორ იქნებოდა ჩვენი ქვეყანა. საოკუპაციო ხასთან ყველაზე რთული სანახავი რაც არის, არა ის ხალხი როგორ ცხოვრობს იქ, არამედ ცარიელი სოფლები. ანუ ერთია რომ აი წაგართვი რაღაცა, იმიტომ რომ ჭირდება და მეორე რომ წაგართვი მარტო იმიტომ რომ რაღაცა აი ბოროტი ვარ. არაფერს ჭირდება უბრალოდ. ბოღმა ვარ, შავი ხვრელი ვარ, რაღაცა უბედ ჭირი ვარ, რომელიც მოვდივარ და სპოპ ყველაფერს. აი რომ ნახოთ, აი სულ მქონდა ხოლმე ეს განცდა, რაღაცა აი მიტოვებული რუ თუ რა ქვია იმას საწყავი ისინსაც ხო რაღაცა ვინახავს ბავშვები ბანაობენ. აი ჩანგრეული სახლები, აი არ ვიცი, რა ქვია. ეს რუსეთის იმპერიის ხასიათი. ამას ვერ იგებენ, რომ განგრევს ის აღარ გაშენებს. ხო, აი სულ ფიქრობ, ეხლა ხვალ ჩემი დაბადების დღეა, წინასწარ მადლობ. მაგრამ ნუ აი ერთ-ერთი, ამიტომ ბევრს ფიქრობ ამ დღეზე და ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე საძულველი დღეა ისტორიაში და მგონია ჩვენ ისტორიაში ყველაზე ცუდი დღეა რა, რაც შეიძლება ყოფილი იყოს, იმიტომ რომ აი აღამახმათხანო შემოვიდეს, წავიდა 3 დღეში და ნუ გასაგებია რომ იმ წამს გაცილები დიდი რაღაცა უბედურება დააკრევა და დაიწყება. ხელით მოეწყო ქართველებისვე გენოციდი. ესეთი ღალატი ისტორია 300 წლის განმავლობაში ისტორიას არ აქვს. მოსკოვში რომ თბილისის თავზე თითოეულ დროშა ფრიალებს, ხო? თითოეულ დროშა ფრიალებს. მაგრამ აი იცით რაში აი სულ მეფიქრება, მაშინაც ხო იყო ეს ძალიან ცნობილი სიმღერაა, ხო და ეს ლექსის კვინტაძის ზარბაზნები კოჯრის თავზე დაფეთილი. ეს სახუმარო დაწერილი ლექსია. ამაშია უბედურება. ეს მე სევდა, მე მოვიდა ამ ლექსის კვინტაძის ზარბაზნები ისროლა. მაშინ ეს იყო დასაცინად დაწერეს ეს ქართულ ჯარზე, ნუ მთავრობაზე. ხვდებით, ანუ ყოველთვის არის რომ ჩვენ ვარ დამნაშავეები, ჩვენ ქვეყანაში ჩვენ თუ ვაშავებთ, ხო, ანუ მაგრამ რო შეხედო მეორე მხრივ ხო 21 თებერვალს რომ 19 თებერვალს უკვე ისმოდაო თბილისში რომ ქვემეხების ხმაო კოჯრიდან. ხვდები და 21 თებერვალს ვაწერეთ ხოლმე იმას, რა ქვია, კონსტიტუციას საქართველოს თბილისში. ალბათ ხო განცდა რომ წააგე ეს ომი ხო იცი არ გათავდება ჭოლას აქვს მოყოლი საოცარი ისტორია როცა ბებიამისთან რომ მიიბნია თავისმა ძმამ ქუთაისში რომ ისინი ჩვენებმა დატოვეს ქალაქშიო აი ეგეთ სევდიანი ფრაზა მე არ გამიგია არაფერი ხვდები რომ ანუ წავიდეს და 3 დღე შემოდიოდნენ ქუთაისშიო 3 დღე არ გათავდო დღეს რას გავს უნიტაზი მიაკ და მაშინ ეხა რუსი ჯარისკაცი რას მსგავსებოდა წარმოგიდგე რაღაცა დაუბანელი ღორი აბა რა იქნებოდა ეხა ის ხო რომელიც აი მოდიოდა და არ გათავდა
და ეს იუნკერები, რომლებიც აი ნუ 20-25 ბიჭები ალექსანდრე ჩხეიძე მათი არაჩვეულებრივი მეთაური ხო და მე ეს იუნკერები აცილებდნენ ამ ქართულ იმას რა ქვია მთავრობას ბათუმამდე ზოგი არ წავეს ალექსანდრე ჩხეიძე წავიდა მე პოლონეთის არმიაში გახდა გენერალი როცა რუსებმა და გერმანელებმა გაიყეს შუაზე პოლონეთი გერმანელებმა დაიჭიეს და მიწეს რუსებს და წამებით მოკლეს ეს კაცი მოსკოვში. აი ეს ხო სულ ჩვენი ისტორია, ამის კითხო სულ ყველგან ადამიანია. ადამიანებზეა საუბარი. მე მესმის ასე ჩანსო აი ამდენ ადამიანი დაიღუპა, მაგრამ იმის კითხო სულ ადამიანები არიან, არა? რომლებსაც რაღაც თავის ცხოვრება აქვს, ოცნება აქვს და სპობს, აი ანადგურებს, არ ტოვებს არაფერს, რაც ამიტომ ერთადერთი რაც გონია ამას ერევა ეს არის ერთობა. ერთობა რომელიც დღეს სამწუხაროდ არ გვაქვს. როგორ მინდა ერთი პატარა ჩემი ცხოვრებისეული ისტორია მოყვე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე ვითამაშე სერგო ორჯონიკიძე, რომელიც რაღაცა ჩემი შესრულებით არასოდეს არ ვაკმაყოფილი, არასოდეს, მაგრამ რაღაც ეს ფოტო აღმომაჩნდა და ადრე კიდე გადავწყვიტე მე რომ ეს ფოტო ჩემ საგრიმიოროში დავკიდო. იმ ადამიანმა ვინც ისტორია კარგად იცის, იმ ადამიანმა ვიცის ზუსტად ვინ არის მტერი და ასეთი მცოდნე ალბათ ამ ისტორიის აღმოჩნდა აცგარდაცვლილი უკვე ალეშა გეწაძე, რომელიც შემთან ერთად იყო ოთახში და რომ დაინახა ეს ფოტო, მე სცენაზე ვიყავი, რომ შემოუბრუნდი სხვა სპექტაკლს, მე მგონი ჯაყოს თამაშობდით შენ სპექტაკლს, რომ შემოუბრუნდი ეს ჩემი ფოტო თითქმის გადაკუჭული ეგდო, ანუ სერგოსი და ეს რატო გააკეთეთ გკითხე და ამას ჩემს ოთახში რა უნდა და მე ვარ მეთქი არა შენ არ ახარ ეს ის არის და იმდენად კივნეული იყო მისთვის მე რა თქმა უნდა ეს ფოტო აღარც დამიდევს იქ იმიტომ რომ მე ზუსტად გავიაზრე რას ვაკეთებ ძალიან გავს მე ნანახმები ხო მაგრამ ახლა ძალიან გავს მე ხო ნანახმები და ძალიან ჩემ და სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ესე და მოკლედ ამაზე პატარ-პატარა ისტორიები მაქვს მაგრამ ეს იმას ამიტომ არ მოყევი იმდენად მტკივნეულია 25 თებერვალი საქართველოსთვის როცა ქართველმა თავისი ხელით ქართველს გენოციდი მოუწყო და სამწუხაროდ აი სახელებს არ ვიტყვი მაგრამ ჩვენთვის დღემდე ძალიან საყვარელი პოეტები იდგნენ უსთაველზე და ამას ტაში უკრავდნენ როცა შემოვიდა მთელი არმია ხო შიში და უბედურება დახუტეს მე ყოველი დახუტეს ამის ქვამიდა რომ აზრი არ აქვს ამასთან ფერებას აზრი არ აქვს შენ მოგახდება მე ისო ჯონიკიძე არ დახურდი თავი არ მოაკლევინეს ხო მოაკლევინეს არა ბოროტებას აქ კარმა რომ აუცილებლად გიბრუნდება უკან აი სამყარო აბრუნებს უკან თან ძალიან მძიმედებს უნდა გაითვალისწინოს ყველამ რომ ბოროტება როდესაც შენზე დაუმსახურებელ ადამიანებს და ერზე აკეთებ ბოროტებას აუცილებლად მძიმე კარმად დაგიბრუნდება უკან პატარა რაღაცა მინდა ბოლოში არა მაგრამ ასუმ ესეთი ლექსი არსებობს დაწერილი და ესე მთავრდება რომ ჩემი ძმები და ამხანაგები მე მთავრდება რომ თეთ წეროებად გადაქცეულან ასე მთავრდება ეს ლექსი რას უგამზადობა მე დაწერა ლექსი ესე მთავრდება რომ პრივატიზაციის ბერი ჟურნალი გადაიქცენ თეთ წეროებად როგორც მას წერია ეს სიმღერა აქციეს საბჭოთა კავშირის არმიის ერთ-ერთ ჰიმნად რა ანუ ამაშიც დაქცინის ხვდები რომ ხო მოკლა შენი ლექსი წაიღო თარგმნა და მე ის გამოიყენა ანუ ყველაფერი მიაქვს აი სული მიაქვს შენი ეს არის პრობლემა ძალიან დიდი მადლობა გადავიდეთ მე მგონი ყველაფერს სოლომონაშვილი ძალიან დიდ მადლობას გიხდით სტუდიაში მოსვლის